კითხვა მაქვს, პოლიციელები ხომ ხართ? ირაკლი დგებუაძემ თქვა რომ 700 პოლიციელი ყავს, რომელსაც მზია ამაღლობელი შეუქმნის საფრთხეს. თქვენგან მაინტერესებს პოლიციელებისგან რომელ თქვენგან შეუქმნის მზია ამაღლობელი საფრთხეს? მე ვიქვამ თუ არა მზია ამაღლობელი საფრთხეთ, ხო, სულად გავიგე. სამომავლო რომ გათავისუფლდეს, რამდენად თავისუფლებულია მის მმართველობაში უბრალოდ თქვენ თავი იზროთ უსაფრთხო, როგორ ზაზარდება. მე შეიძლება თავს ვეღარ დამესწრეს, მაგრამ საპროტესტო აქციები გრძელდება, მზია ამაღლობელი ცხოვრებას გააგრძელებს, პოლიციელებიც ამ ქალაქში იმუშავებენ. მისთვის თუ ეს ნორმალური ქმედება არის, რომ შეუძლია რომ პოლიციელთან მივიდეს, თავს დაესწრას, სახეში დაარტყას. გავიცი, თქვენ გისმენთ კითხვას, არის თუ არა ეს საფრთხე იმისა, რომ ამ კვლავ ჩაიდინოს დანაშაული, შეიძლება დგებუაძეს მიმართ არა, მაგრამ 400 თანამშრომელი მყავს მე პირადად. და აჭარაში მუშაობს დაახლოებით 700-მდე პოლიცია. ერთი მათგანი ჩაგიძლიათ მითხრათ, აი თქვენ უსაფრთხოდ არ იგრძნოთ თავს მზია რო გარეთ ყოფილიყო? გეშინიათ მზია ამაღლობელის? ვიღაც თქვენი სახელით მიიღეს დღეს გადაწყვეტილება. ვის გეშინიათ? თქვენ გეშინიათ მზია ამაღლობელის? აი იმათ ეშინიათ, ვის გეშინიათ მზია ამაღლობელის მითხარით? რომელს გეშინიათ? 700 პოლიციელის სახელით ილაპარაკა ირაკლი დგებუაძემ. რომელს გეშინიათ მზია ამაღლობელის მითხარით? ანუ გეშინიათ თუ არ გეშინიათ მზია ამაღლობელის? შეიძლება პასუხი მივიღო? მეშინია რომ მოგიახლოვდეთ, იმიტომ რომ არ ვიცი რა, მე პროვოკაცია არ მოაწყოთ აქაც. უბრალოდ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს მზია ამაღლობელის, რომელ თქვენგანს ეშინია. ვიცი რომ აღალჩინოსნები ხართ ყველა. თქვენც გცნობთ. სრულ ჩვენება მიეცით მზიას წინააღმდეგ. ვის გეშინიათ ხალხო მითხარით? რატო ჩასვეს ორი ქალი 2 წლის ციხეში? თქვენ გეშინიათ? თქვენც ხომ მიეცით ჩვენება? ეშინია პოლიციას? თქვენ გეშინიათ ვინმეს მზია ამაღლობელის? თქვენ გეშინიათ მზია ამაღლობელის?